მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ ისევ Just Drivers და ამჯერად ვიღებთ Audi TT-ს, ერთ-ერთ ჩემ ყველაზე საყვარელ Audi-s მოდელს და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის პირველი Audi ჩემს არხზე და რაც კიდევ უფრო მთავარი არის, ეს არის პირველი RS-ი Audi-სგან, რომელსაც დღეს გავატარებ და ეს ემოციები მინდა რომ თქვენ გაგიზიაროთ. მოკლედ, ჯერ გარედან მინდა დაგათვალიერებინოთ ეს მანქანა კარგად, იმიტომ რომ ჩემი მაყურებლები მეუბნებიან ხოლმე პირადად კომენტარებში, რომ გარედანო ცოტა უფრო დიდხანს გააჩერებ კადრები, ეგრევე რომ სალონში ჩახტები ხოლმე და მიდიხარო და ამიტომ მინდა გაჩვენოთ. ეხლა აი ეს ფარები ჩემთვის არის პირადად ძალიან აგრესიული ცხვირი აქვს რა. აი სიტყვებით მართლა ვერ გადმოვცემ, რამდენად მინდა რომ ეს მანქანა ჩემი იყოს და დიდხანს რომ ყავდეს რა. უბრალოდ საკმაოდ ძვირი სიამოვნება. მოკლედ, ეს არის Audi TT 2019 წლიანი. აი აქ თუ დააკვირდებით, აქაც აწერია TT და ეს არის Audi-ების, ასე რომ ვთქვათ, საფირმო Audi-ის გასახსნელი უფრო სწორად. მე სხვადასხვა მყავდა Audi TT და აი ზუსტად ამ ადგილას მე ბევრი მოგონება მაქვს ჩემ პირველ MK1 Audi TT-სთან. თუმცა RS-თან ნამდვილად ვერ მივიდოდა, ეხლა სიმართლე რომ ვთქვათ, ნახეთ რა ამხელა უბრალოდ აი ეს გრუჭიტელები, თლიანი ხელი, ჩვეულებრივად აი თლიანი ხელის ზომა არა და პატარა ხელი არა მაქვს თან სხვათა შორის. მოკლედ, მოდი ეხლა ძრავში ჩავიხედოთ და ნახოთ რა იმალება ამ კაპოტის ქვეშ. ეს არ გეგონოთ რამე ჩვეულებრივი რაღაცა 2-დან 0 EA888 ძრავი, რომელიც მობუსტულია და უბრალოდ მაქედან გამოიმუშავებს ცხენისძალას. არა ჩემო მეგობრებო, აქ ბევრად საინტერესო რამე დევს. მიესალმეთ. 2 და 5 ცილინდრიანი ტურბინიანი ძრავი Audi-s RS-ისაგან. ამ ძრავს აქვს განსაკუთრებული ხმა და ამ ხმის გამო მას გადაჭრილ Lamborghini-ს V10-საც კი ეძახიან რა. ეს გამოწვეული არის ცილინდრების აფეთქების თანმიმდევრობიდან, რა ძირითადად, იმიტომ რომ 1 2 4 5 3 აი ამ თანმიმდევრობით ხდება აფეთქება, როცა ძრავი მუშაობს და აი ეს აფეთქების თანმიმდევრობა რაღაცნაირად უკრავს. ნახე 1 2 4 5 3 1 2 4 5 3 1 2 4 5 3 და ასე შემდგომ. ხო ხტებით რა ასიზახი. ამ მანქანას ხედავთ, რომ ქარხნულის არაფერი არ აქვს უკვე. გამშვებით, ჩემშვებით, ყველაფერი გაკეთებულია ძრავის კომპიუტერში, რაღაცა ხელები ნაბატურები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 500 ცხენზე უნდა იყოს ახლა. ეს მანქანა არის 7 სიჩქარიანი DS-ში კოლოფით აღჭურვილი, რომელიც საკმაოდ სწრაფად ხრდავს. სხვა შორის, ჩემ მანქანას ახლა 6 სიჩქარიანი DS-ში კოლოფი ვყენია და შედარებისთვის ეს ბევრად უფრო რაღაცა კომფორტულია და არ ნოშვე ჯიკაობს და რაღაც ეგეთი რაღაცები არ აქვს რა. კარგი, წინ მინდა რომ ახლა გაჩვენოთ, რომ ძალიან დიდია რა, უბრალოდ ეს სამუხრუჭე დისკი არის ძალიან დიდი და აქ თუ არ ხდები, უნდა იყოს 8 დგუშიანი სუპორტი თვითონ, რომელიც უჭერს აი ამ სამუხრუჭე დისკს. მაგ დროს გამოიყოფა კალოტკიდან თვითონ სამუხრუჭე ხუნდი გამოყოფს სპეციალურ გაზებს, რომელიც რაღაცა ფენასავით გადაეკრება ხოლმე აი აქ სამუხრუჭე დისკზე და მერე ბარიერი იქნება მათ შორის რა და აი ამ ხვრელებიდან ზუსტად ეს გაზები გადის და უკვე უფრო მარტივად ხდება დატორმუზება და თავისთავად რა თქმა უნდა გაგრილებაშიც ეხმარება. თვითონ სახელწოდება TT, ვისაც გაინტერესებთ, რას ნიშნავს, ეს მოდის მოტოსპორტიდან, Tourist Trophy არსებობს ესეთი რბოლების სერია, სადაც ძალიან სახიფათო გზაზე გადაადგილდებიან მოტომრბოლელები და სიცოცხლის ფასადაც კი რისკავენ, რომ აი ეს ტურნირი მოიგონ რა. საკმაოდ ასე რომ ვთქვათ, საპატივცემულო არის და ძალიან მაგარი გამბედაობა და პროფესიონალიზმი ჭირდება, რომ მაგ ტურნირში ჯერ მოხვდე და მერე რო იასპარეზო თვითონ. მოდი ახლა აღარ გავაგრძელებ, მე მგონი საკმარისია გარედან როგორც გამოიყურება ეს მანქანა ნახეთ და ახლა ხმას მოусმინოთ, მერე გავიაროთ და ეს ემოციები წამოვიღოთ ნელ-ნელა. სავარძლები აი ესე გამოიყურება, RS-ი რა თქმა უნდა აი აქ აწერია. მოდი დავქოქოთ. ხმა რა თქმა უნდა ახლა ყველას გაინტერესებთ, ვიცი. ეს არის სტოკად. აქ თუ გაუხსნით ახლა ჩვენ პატარა სამოტივაციო არხს 5 ცილინდრი. Okay, ხმა მე მგონი მოვისმინეთ, ეხა დროა რომ დავიძრათ.
სიგიჟეა რა. მოდი ახლა გავიაროთ ჯერ ქალაქში ვიმოძრაოთ. მე რა თქმა უნდა ავტობანზე გავალთ და 0-საც გავზომავთ. მაგრამ ჯერ მინდა რომ ეს ემოცია მივიღო რაც ამანქანის ასე ვთქვათ ყოველდღიურ მოხმარებაში გამოიხატება რა. თან ამავდროულად სალონზეც ვისაუბროთ. თუ შესაძლებელი იქნება, მოაიშუქ ნიშანზე წითელია და რა თქმა უნდა გავჩერდებით და შევძლებთ რომ 1-2 სიტყვა გადავაბათ. თორე ამანქანის ემოციები ენას მიბამს. 5 წამი გვაქვს. მოკლედ, აი ეს მომწონს ძალიან რომ აქ მონიტორი არ აქვს, ვაფშე მონიტორი არ აქვს რა ამანქანაში. არ გჭირდება მონიტორი და მიტომ. ამანქანას ჭირდება მხოლოდ ძღოლი, რომელიც კონცენტრირებული იქნება გზაზე. თუმცა მონიტორს ანაზღაურებს აი ეს აქ შუა დიდი მონიტორი, რომელიც რუკასაც ითავსებს და სხვა ბევრ ინფორმაციას. უნდა ვაღიარო, რომ ამანქანის დაკიდების სისტემა საკმაოდ ხისტია. სხვათა შორის აი ამას მოყვება მაგნიტური დაკიდების სისტემა რა. რაც იმას ნიშნავს, რომ სითხე, რომელიც ასხია ამორტიზატორებში, მასში გადის, დენი, მარტივად რო ახსნა ეხა რაღაცები და შესაბამისად ხისტება, ანუ მასში ამ სითხეში არის რაღაც პატარა ნაწილაკები, რომელიც ამ დენის მიღეთ ამუხტვის დროს ან ხისტდება, ან პირიქით რბილდება რა და მაგის მიხედვით სხვადასხვა მოუდებში, ეხა მაგალითად ჩვენ Dynamic mode-ში გვაქვს, რაც არის Audi Sport mode-ი, ამ mode-ში არის გახისტებული ეხა. მაგიტო გზნობ ხოლმე აი ბურგორებს უფრო ხისტად რა. ერთი წესიერი გზა ხო შეიძლება სადმე რო იყოს ლამაზად დაგებული ტრასა. ყველგან ცუდი გზა როგორ შეიძლება რო იყოს, просто არ ვერხვდები რა. აჰა, ჩეკი აუნთი ამასობაში ეხა შევამჩნიე. მაგრამ უკვე გაფრთხილებული ვარ ამაზე, რომ ეს ჩეკი უბრალოდ მოდის კატალიზატორიდან და არაფერი არ არის. ასე რომ კიპოსთან მისვლა ამჯერად არ დაგჭირდება და შეგვიძლია თამამად გავაგზელოთ გზა. ზოგადად ეხა რა თქმა უნდა ზივართ დაბლა, სკამები საკმაოდ ხისტია. არ არის რბილი, აი რო დაждდება ხელსაც რომ მოუჭერს, რბილი საერთოდ არ არის რა. მოდი ერთ წამით დავმშვიდე ახლა და მანქანაზე ერთი წამი მალაპარაკეთ რა. ერთი წამი ხმაუმაღებით, ბევრი რამეა მანქანაში, რის იხსენებაც მინდა უბრალოდ იმხელა, ასე რომ ვთქვათ, წყურვილი გაქვს იმისი, რომ აი ეს გააკეთო, რომ ვეღარ იმაშვები რა და. მოდი ერთი წამი დეში გადმოვიტან ახლა და უბრალოდ ვისაუბროთ რა. პროსტა ძალიან ბევრი ცხენია ბიჭო. დავბრძანდით, ხო, დამშვიდით. მოკლედ, ირგვლივ რასაც ვეხები ახლა ყველაფერი აი აქ არის რბილი. კლიმატ კონტროლი მომწონს ამანქანაში ძალიან კარგად არის ინტეგრირებული რა. თვითონ აი ამ ჭრილებზევე არის. ჯერ ეს ხო ლამაზი არის, ეს რო ჭრილებს თვითმფრინავის იმას გავს, რა ქვია, ტურბინებს და მერე აი აქედან ირთვება, თვითონ აქედანვე შეგიძლია ჩართო კლიმატ კონტროლი და სკამების გათობა არის აი აქეთ რა. ძალიან მაგრად არის ინტეგრირებული ეს ყველაფერი. საჭე არის ძალიან ასე რომ ვთქვა, თხელია ხელში რაღაცნაირად, აი კარგად ზის, აი მეტი კარგად არ ვიცი რანაირად უნდა დაჯდეს, ესეც ძალიან წვრილად გამოყოფილი, ეს მეტალი არის მე მგონი აქ. ნუ ამაზე აღარ ვსაუბრობ, რომ საჭესთან რო ქოქავ მანქანას და ეს სპორტული ხასიათი რო იგრძნობა მწითელი ზოლით და ყველაფრით. ნუ ეგენი თავისთავად ხილვადობითაც დაბლაზი ხარ მანქანაში და გარედან უბრალოდ ჩანხარ მარტო თავი რა, ეგ სიმართლე უნდა ვთქვა ახლა. გარედან ვინც დაგინახავს, ჩანხარ მხოლოდ თავი რა რაღაცნაირად. აი ძალით რო დაჯდები, ხო იცი, ჩათენთილი და ახლობით ეგრე. რა თქმა უნდა, კვადრო არის, მოსახვევში არ გვეშინია. პროსტა ძალიან ბევრი ცხენია ბიჭო. ძალიან მიდის ოღონდ, ზედმეტია, უნდა ვაღიარო რა.
არ მithხოვია ხამხელა. ამდენიც არ მithხოვია წეღარ, ამ ხელაზეც არ დამიჯერია გაზზე ფეხი. აი ეხა თუ უნდა წავიდეს. Короче, რა. სიფსიხე და სიგიჟე. ძალიან მაგარი ემოციები მოდის ახლა იმედია თქვენამდეც აღწევს ეს ყველაფერი თუ აღწევს რა თქმა უნდა არხი გამოიწერეთ ეს ჩემი საფირმო ფრაზა რა თქმა უნდა თქვენ უყურებთ Just Drivers ერთ ჩვეულებრივ თქვენ არ მსღოლს მეც ჯეტა მყავს ეს ახლა ახლავზე ვარ უბრალოდ აი ამ ავიზრას ბოლოს ნახე ახლავზე ვარ ამ 500 ცხენიერ მანქანაზე თორე ისეც მაო რა 200 ცხენი ჰაჰა 300 ამას თუ არ გავასწარი დაგვახჩობს რა Ari გასწრება იყო ხო რა სიტყვით ეს გზა სპეციალურად ავარჩია მანქანისთვის დღეს რომ შეგვეგრძნო როგორია მართავდე და არა უბრალოდ რაღაცა ქალაქში დადიოდე მასავით რა ქვია საწყალი საცობში არ მინდა რომ საცობში მომეკლა დღეს ეს მანქანა ლოდინით როდის გამოჩნდებოდა თავისუფალი გზას და შეძლებდა რომ ხმა ამოეღო მოჭიმული ვართ ერთი გასწორება მინდა და გასულ კარგი აქ არ გავაკეთებთ რა თქმა უნდა ნაბგონს თუმცა აი აქ შეიძლება. გადაცემათა კოლოფზე მეგონი გავახსენე რომ 7 სიჩქარიანი და ჩემთან შედარებით უფრო კომფორტულია თქო. მაგრამ ეგ კომფორტი ავიწყდება ხოლმე. გარკვეულ მონაკვეთებში. და აი აქ არის მონაკვეთი, სადაც ჩვენ უნდა მოვბრუნდეთ. კარგი, გამოდი ძმა. ნიშნის მოგებით გადაგვასწრო Mercedes-მა, რომელსაც წეღან გავასწარით, აი ამ ცუდ გზაზეო. ახლა იყავი. აჰა, უკანა ხედვის კამერაც გვაქვს. უნდა თქვა, რომ აი იმის მიუხედავად, რომ აი კამერა არ გვიყენია, ეს ასე რომ ვთქვა, დანაკლისი არ არის, ჩაინტეგრირეს აი აქ შუაში და საკმაოდ შვენივრად თან. ეხლა მე სიამოვნებით გავივლი იმ გზას, რომელიც წეღან გამოვიარეთ, რა თქმა უნდა, და ჩვენ მანამდე რა თქმა უნდა გავაგზავნოთ მანქანაზე საუბარი. ტურბინიანი მანქანები როგორ უნდა ატაროს ზოგადად რა? ტურბინიან მანქანას არ უყვარს დაბალი ბრუნით აღმართებზე ასვლა. ანუ სანამ გახსნილი არ არის ტურბო ხო ხვდებით ანუ ტურბო მუშაობს გამომავალ ჰაერზე ანუ ბრუნი უნდა გქონდეს ძრავს რომ ტურბო მიმუშაოს და შენ თუ ახლა 1.5 ეკონომია გინდა გააკეთო და მანდამაინც აწვალებ აი აღმართზე რომ მოდიხარ სიტყვაზე და 1.5 სილოფრო აი აწვალო მაგ დროს პირიქით ზედმეტი დაწოლა მოდის ძრავზე ვერ იყენებს თავის პოტენციალს ძრავისთვის არის შექმნილი ზოგადად ეხა D-ში როცა გაქვს წესით მაგას კომპიუტერი მიხვდება და გადმოიტანს თვითონ გააკეთებს დაუნშივს მაგრამ კომფორტში რო გაქვს ეხა სიტყვაზე მანქანა ხანდახან მაგას არ აკეთებს ხოლმე მაგალითად ეხა ჩემ მანქანაზე მაქვს საუბარი ჯეტაზე DS-ში არის ისიც არ გადმოაქვს ხოლმე რა ყოველთვის ცდილობს რომ რაღაცაერთ მოძრაობის ასე რომ ვთქვათ მანერიდან გამომდინარე თუ ნელა დადიოდი გიტოვებს ნელა რა ხა ცოტა თუ აგრესიულად დადიხარ და გას კარგად აჭერ ფეხს მე რა გიტოვებს ხოლმე მაღლა მაგრამ ძირითადად აღმართებზე ვცდილობ ხოლმე რომ ყოველთვის გადავიტანო მანუალში მე თვითონ შეურჩიო მე შესაბამისი სიჩქარე და დაახლოებით როგორც მექანიკა ისე ვატარო ხოლმე რა იმიტომ რომ ცოდვაა ზოგადად ტურბინიანი მანქანა როდესაც დაბალი აბაროტით ასე რომ ვთქვათ დაბალი ბრუნით ვცდილობ რომ აღებიო აღმართზე ხა ამ წამს ხა 2 ზევით არის ჩვენი ტახომეტრი ამ დროს ტურბინა კარგად არის მაგრამ აი ეხა მაგალითად დაუნშიფტს გავუკეთებ აი აქ და მეორეთი გავაგრძელებ ეხა მესამე ხო უბრალოდ ეს მექანიკაც არ მინდა რომ ვატარო ძალიან გრუპია
სიგიჟეა რა. კარგი. სხვათა შორის ახლა ასე მოძრაობთ, ზეთის ტემპერატურა 99 გრადუსსაც არ აცილებულა. ჩემი მანქანით ახლა ასე რომ მევლო 107, 108 გრადუსი უკვე ექნებოდა აწეული. ანუ ზეთის გაგრილებას კარგი აქვს. ზოგადად ეს ძრავები არის ალუმინის ბლოკი და ასე რომ ვთქვათ, საუკეთესო ძრავი ახლა აი ამ ტეტესთვის, რაც შეიძლება რომ გქონდეს. ძალიან გამძლეა, არ აქვს არანაირი გამოკვეთილი პრობლემები, ხო იცი აი ზოგ ძრავს რომ აი იმას ცეფის რაღაცა პრობლემები აქვს, ან რაღაცა მასეთი რა. Всё? მადლობა. მოდი, ძმა. მასე რო ვერ უყურებდე მანქანებს მე. დენი ხანი ვერ გავძლებ. მაგარია რა ასი. ავტობანზე ვართ 0-100 უნდა გავზომოთ, სანამ წავალთ უნდა გითხრათ რომ ეს მანქანა იყიდება და ვისაც დაგაინტერესებთ აღწერაში დავტოვებ ნომერს და ასევე ამ მანქანისგან იმხელა ემოციები მივიღე რომ ეს სულ დამავიწყდა. Little Tree უმატებს ცხენებს რო იცოდეთ და აჩქარებაში გეხმარებათ. ამიტომ მოდი ახლა გავხსნათ ეს დავკიდოთ. Всё, მზადა ვართ, წავედით. კარგი 1 2 და 3 1 2 და 3 აი ამიტომ უძახიან ამ მანქანას ზუსტად Baby Lamborghini, ან Baby R8. ხეშად ავდივარ ახლა ამდენი ხანია. და ზეთის ტემპერატურა 99, 100 ხანდახან თუ აცდება რა. რა უყენია ამ ხელა ზეთის რადიატორი მე არ ვიცი, მაგრამ ნუ RS-ია და ამისთვის არის რა შექმნილი ეს მანქანა და ეს ემოციები მოაქვს. ეს იყო პირველი აუდი ჩემარხზე, პირველი ტეტე ჩემარხზე, პირველი RS-ი ჩემ ცხოვრებაში და აი ეს ემოციები თქვენამდეც თუ მოდის ახლა არხი გამოიწერთ, იმიტომ რომ არ მოგაკლებთ მე ასეთ ვიდეოს, ნუ მე პირადად არ მოვიკლებ ეგოისტურად რო გითხრათ ახლა, როცა შესაძლოა იქნება ყოველთვის იქნება ასეთი მანქანა ჩემარხზე და მოკლედ ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში.